ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება $65 მილიარდ აღემატებოდა. ამერიკული დახმარება ისეთი შეიარაღების მიწოდებას გულისხმობდა, როგორიცაა მაგალითად საჰაერო თავდაცვის საშუალებები, პატრიოტის სისტემები, NASAMS-ის სისტემები, საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, 3000-ზე მეტი საზენიტო რაკეტა სტინგერი, სხვადასხვა დანიშნულების რადარები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მობილური საარტილერიო სისტემები ჰაიმარსები და მისი საბრძოლო მასალები. 200-ზე მეტი 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 3 მილიონი ჭურვით, ნაღმტყორცნები, აბრამსის ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, 3000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, გადასატანი ხიდები, ვერტმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები და ასე შემდეგ. ჩამონათვალი ვრცელია. ახლა კი როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ დახმარებას აჩერებს. უკრაინა სულ უფრო აქტიურად აწარმოებს საკუთარ იარაღს. მას აქვს ძალიან დიდი და მზარდი თავდაცვითი ინდუსტრია, რომლის ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება დასავლურ თავდაცვის კომპანიებთან თანამშრომლობით. სავარაუდოდ იარაღის ნახევარს, რასაც ახლა უკრაინა იყენებს, მისივე თავდაცვის ინდუსტრიიდან მიეწოდება. დანარჩენი კი ნაწილდება ამერიკასა და სხვა ქვეყნებზე, მაგრამ არის შეიარაღება, რის გამოც უკრაინელები საკმაოდ დამოკიდებულნი არიან ამერიკელებზე. თუ სიტყვაზე აი დრონების თავდასხმები, ბალისტიკური რაკეტების თავდასხმები, ავიაციის გამოყენება მკვეთრად გაიზრდება რუსული მხრიდან, საზენიტო რაკეტების ხარჯიც მაგალითად გაიზრდება სერიოზულად, თუ სახმელეთო კომპონენტში, რომელიმე მიმართულებაზე მოიმატებს მექანიზებული შეტევები სიტყვაზე რუსების მხრიდან, შესაბამისად საარტილერიო ჭურვების ხარჯიც გაიზრდება და ასე ვთქვათ, პრობლემები იმაზე უფრო ადრე დადგება ბრძოლის ველზე, ვიდრე მოსალოდნელი არის. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის რადაში დახურულ სხდომაზე განიხილავენ იმ სავარაუდო სცენარებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების შეჩერებას მოჰყვება. რადას თავდაცვის კომიტეტის წევრის ფიოდორ ვენისლავსკის თქმით, უკრაინას სამხედრო მარაგი 6 თვის განმავლობაში ეყოფა. იმ შემთხვევაში, თუ კი შეჩერდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან სისტემური მხარდაჭერა. მისივე განცხადებით, სიტუაცია რთულდება და ოფიციალური კიევი იარაღის მიწოდების ალტერნატიულ გზებს უკვე ეძებს. სამხედრო დახმარების შეწყვეტა ტკივნეულია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვისაც.